ვიმყოფებით ახლა კოროხნალის ტერიტორიაზე. იძულებით დააკვირდით, დაათვალიერეთ პოლიციური შემოცვიდნენ თავს დაგვესკენ 40 დღე პარლამენტთან იშიმშილეს. სიკვდილზე მივიდნენ ხალხი და ეხლა ისევე ძალადობით უნდა მოხდეს სამართალი, ხო? დღეს დილიდან ხმაური იყო ჭიათურაში, სოფელ შუქრუთთან ახლოს მდებარე კოროხნალის მაღაროსთან, რომლის მუშაობასაც ადგილობრივი მოსახლეობა გასული წლის მარტიდან აპროტესტებს. მაღაროში, რომლის ფუნქციონირება წელიწადზე მეტია პროტესტის გამო შეჩერებულია, დღეს კომპანიის წარმომადგენლები საპოლიციო ძალების დახმარებით შევიდნენ. ესე იგი, კომპანია უნდა შეამოწმოს სპეციალისტებმა ეს კონკრეტული ობიექტი მაღარო, რომ უსაფრთხო იყოს მუშაობის განახლება ამ კომპანიაში, ამ მაღაროში. კი ბატონო, ჩვენ გინა მუშაობთ, ჩვენ გინა შეგვიშლით. დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი განცხადება ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა. ჭიათურაში წარმოების სრულმასშტაბიანი აღდგენის მიზნით იწყება შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების დეტალური შესწავლა. აღნიშნული პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს. შესაძლებელია თუ არა დახურულ მაღაროებში მუშაობის განახლება. მიუმართავთ სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და მოუწოდებთ ხელი არ შეუშალონ სპეციალისტებსა და ტექნიკურ ჯგუფს. აუცილებელია მათი შეუფერხებელი დაშვება მაღაროებში, რათა მოხდეს 1 წლის წინ პარალიზებული სამუშაო ველების სრულყოფილი და პროფესიონალური შესწავლა. მხოლოდ ობიექტური შეფასების საფუძველზე იქნება შესაძლებელი საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაღაროების მომავალთან დაკავშირებით, თქვა მიიღო კომპანიის განცხადებაში. მსგავსი შინაარსის განცხადება ოდნავ მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გამოაქვეყნა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს. აქედან გამომდინარე ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები. მოუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს არ დაარღვიონ კანონი. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. საბოლოოდ კომპანიამ თავის გაიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ძალების მეშვეობით მათ შეძლეს იქ შესვლა და ჩვენთვის აშკარაა, რომ ამ პროცესში ეხლა მათთვის ეს ადგილობრივების წინააღმდეგობა არის უბრალოდ ბარიერი. რეორგანიზაცია ნიშნავს იმას, რომ მაღაროების ნაწილი უნდა გათავისუფლდეს, ნაწილმა გააგრძელოს მუშაობა, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ იგივე შუქრუთის მაღარომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, შუქრუთის და კოროხნალის მაღარომ. და ეს მაღაროები ამდენი ხანი არ მუშაობდა, იმიტომ რომ ხალხი მათ შორის აპროტესტებდა იმას, რომ ამ მაღაროების მუშაობა იწვევს სოფელ შუქრუთში სახლების დანგრევას. სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პრობლემაზე სიუჟეტი ევრონიუს ჯორჯიამ 2024 წლის შემოდგომაზე მოამზადა. ამ ნაპრალს გოდუღებ, დაინახე, თვალით კი არის ხედება სად არის. ეს სამხელა კადე, ეს სამხელა ადგილი მოწყდა და მიდის უკვე. მე ვცხოვრობ და ჩემნაირები კიდე. საწევიდე მამაპაპისეული ადგილიდან მე. როდის გაჩნდა? 7-8 თვეა. ხდება რაღაცა ჩაგვრის გაგრძელება ამჯერად უკვე ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ. და სწორედ ამ კონტექსტში მოხდა 28 აპრილს 4 ჭიათურელის დაკავება, ერთ-ერთი მათგანი არის სწორედ შუქრუთის მცხოვრები. 29 აპრილს ღამის 3 საათზე ჭიათურის ცენტრში საპროტესტო აქციის 4 მონაწილე დააკავეს. დაკავება წინადღით შუქრუთის მაღაროს დირექტორთან ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა, რის შემდეგაც მაღაროს ხელმძღვანელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაღაროლთა დაკავების დეტალებზე ევრონიუს ჯორჯიასთან ამ მოვლენების თვითმხილველმა ისაუბრა. მანქანაში მეძინა ჯერ კრუგი დაგვარტყეს სუნთლიანად, მერე შემოვარდნენ, აქ მოშიმშილე ხალხს ძინავს და მოშიმშილე ხალხს გადაუარეს თავზე და აკავეს აქ გიორგი ნეფარიძე, მერაბი სარალიძე მანქანაში ეძინა და მანქანა კარები რომ ჩაკეტილი იყო ბაგაჟნიკიდან უკანა საბარგულიდან გადმოათრიეს ადამიანი, აჩიკო ჯუმბურიძე სახში დააკავეს, სახში შეუვარდნენ ოუციოკეს სოლშვილი და თენგოც აქ დააკავეს, მანქანაში დააკავეს. ესეთი საზიზღრად სპეცოპერაცია ჩაგვიტარეს იმის გულობისთვის, რომ ვითომ დაგვსაჯეს, რატო ხმა ამოვიღეთ და რატო საუბრობთ ამ უსამართლობაზე, რასაც გვიკეთებს კომპანია. სამწუხაროდ არის შანსი იმისა, რომ გაფართოვდეს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც ბრალი აქვთ წარდგენილი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვხედავთ იმას, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა გამოიყენება პროტესტის დასასუსტებლად, ხო, ამ წინააღმდეგობის როგორმე გასაჩერებლად. ხო, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები, ვინც დააკავეს, არიან პროტესტის ერთ-ერთი ლიდერები. 2023-ში ვიყავი მოშიმშილე, პირაკერილი მოშიმშილე.
2023 წელში, რასაც ვერ მივაღწიეთ და რასაც ვერ მიაღწია კომპანიამ, დღეს გვიპირებს 2023 წლის შურისძიებას, ესე რომ ვთქვათ, და სრულად ჭიათურის დამონებას, ასე ვთქვათ, და ზუსტად იმ პირობებზე და იმ სიტუაციაზე მორგებას, რომელიც ბევრად უკეთესად, ბევრად მარტივად გაანადგურებინებს ინვესტორს ქალაქს. იმ ხალხს რა პასუხცემთ, რომელსაც სახლები ენგრევათ, რომლებსაც ბანკები სახლებს ატმევს, იმას რას ეუბნები? ჭიათურის ცენტრში საპროტესტო აქციები 2 თვეზე მეტია გრძელდება. პროტესტის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ მაღაროების მმართველ კომპანიას და პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. კომპანიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში მაღაროელები ახლო მომავალში რამდენიმე ასეული თანამშრომლის გათავისუფლებას ელოდებიან.